დილამშვიდობისა. როდესაც ჩვენ სეზონის მონაცვლეობაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის გახსენებთ, რომ ეს არის სამყაროს რიტმის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ მზის რიტმზე ორიენტირებულები ვართ და ჩვენს გვაქვს ჩვენი ბიოლოგიური საათი. როდესაც საათზე ვსაუბრობთ, გულისხმობთ იმ ციკლურ ცვლილებებს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ხდება, მიუხედავად სქესისა. თუმცა ქალის ორგანიზმი ამ მხრივ განსაკუთრებულია. არაფერი გადმოხატავს ისე ჩვენს ბიოლოგიურ საათს, ჩვენს ცოცხალ რიტმს, როგორც ქალის ორგანიზმი. თუ რატომ ამის შესახებ დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე თიას მივესალმებ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. როდესაც ვლაპარაკობთ ციკლურობაზე, როდესაც ვლაპარაკობთ ქალის ფიზიოლოგიურ მდგომარეობებზე, ფიზიკური აქტივობა უნდა მივუსადაგოთ თუ არა ამ მდგომარეობას თეა? უნდა მივუსადაგოთ ფიზიკური ვარჯიშის ტიპი, დატვირთვის სიმჭიდროვე, აუცილებლად გასათვალისწინებელია ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და თვითონ ციკლის გამოხატულების თავისებურებანი ქალბატონებში. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, ჩვენ გულისხმობთ აგრეთვე ჩვენს კამპანიას, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში მიმდინარეობს და სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. პირადი ექიმის რჩევით ჩვენ გთავაზობთ ყოველდღიურად ვიქტორინას, წესების ერთობლიობას იმისათვის, რომ უკეთ დავიცოთ საკუთარი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. და ამ ვიქტორინის შესახებ თეა გავახსენოთ მაყურებელს. აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ ვიქტორინის პირობები, იმიტომ რომ ხვალ შეგახსენებთ არის ჩვენი გათამაშება და პირველი ტელემაყურებელი და Facebook. ხო, ხუჩაბათია. უი, უკეთაა. კიდევ ორი დღე გვაქვს. პარასკევს მოვემზადოთ. კიდევ რამოდენიმე დღე გვაქვს იმისთვის, რომ ვიქტორინის პირობები მოვისმინოთ და გამარჯვებული ჩვენგან მიიღებს უკვე ტრადიციულ ქსოვილის ნაჭრის ჩანთას და მინის ბოთლს. ანუ ის მასალა, რომელშიც თქვენ თამამად შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი საკვები პროდუქტები, უსაფრთხოდ გარემოსთვის და თქვენი ჯანმრთელობისთვის. ამიტომ აუცილებლად ერთად მოვისმინოთ ვიქტორინის პირობა და ვეცადოთ დავიმახსოვროთ პირადი ექიმის რჩევები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ადამიანის ავადობის და სიკვდილიანობის 6 ძირითადი რისკ ფაქტორი. მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში, ხილისა და ბოსტნეულის არასაკმარისი მიღება, ჭარბი წონა ან სიმსუქნე. დაბალი ფიზიკური აქტივობა, თამბაქოს მოხმარება. ყოველდღე 20 წუთი რეგულარული ფიზიკური აქტივობა. ყოველდღე 400 გრამი ბოსტნეული და ხილი. ამცირებს ისეთი დაავადებების რისკს, როგორიცაა სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულსისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებები. სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით, აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ექიმის რჩევით. ჯანსაღი ცხოვრების წესი გულისხმობს ცოდნას საკუთარი თავის შესახებ. ანუ ჩვენ მოусმინოთ ჩვენს ორგანიზმს იმისათვის, რომ უფრო ყურადღებით ვიყოთ პირველი პრობლემების შესახებ, ანუ ამოვიცნოთ პრობლემური ნიშნები და რაც მთავარია, თუ ჩვენ შეგვიძლია გავიაზროთ ჩვენი ფიზიოლოგია, ამით უკეთ დავეხმაროთ საკუთარ ორგანიზმს სიცოცხლის ნებისმიერ ეტაპზე ასაკის მიუხედავად. ეს განსაკუთრებით ეხება ქალბატონებს, თუ რატომ დღეს ჩვენ სტუმართან ერთად გავარკვევთ, რომელიც გახლავთ რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორი ქალბატონი მაკა გეგეჭკორი. დილამშვიდობისა ქალბატონო. გამარჯობათ მარი, მადლობთ მოწვევისთვის. მადლობთ თქვენ სტუმრობისთვის და იმისათვის, რომ ძალიან ბევრი რამ უნდა აგვიხსნათ. როდესაც ჩვენ საუბრობთ ქალის ბიოლოგიურ რიტმზე, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმ განსაკუთრებულ უნიკალურ ციკლურობაზე, რაც ქალის ორგანიზმს ახასიათებს და რომელზედაც ძალიან ბევრი რამ დგას უპირველეს ყოვლისა ჩვენი სიცოცხლის გაგრძელების კანონზომიერება. არის თუ არა საყურადღებო ცოდნა ამ ციკლის შესახებ და ჩვენ ხშირად გვავიწყდება საერთოდ რას წარმოადგენს ეს ყველაფერი. კი ბატონო, მართლაც სწორად ვარ ალბათ მე მოწვეული, იმიტომ რომ მთელი ჩემი საქმიანობა პრაქტიკულად ეს გავითვალისწინეთ ქალბატონო. კარგით. მართლაც საინტერესო საკითხია და menstruatsიული ფუნქცია, menstruatsიული ციკლი შეიძლება ბევრ კონტექსტში განიხილოს ადამიანმა. ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიური, იმიტომ რომ ქალებს ძალიან სერიოზული დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხთან. სამედიცინო კუთხით, ცხოვრების ეტაპთან ასოცირებული და რა ვიცი, ბევრნაირი კუთხით. და ძალიან საინტერესოა ასევე რას უწოდებენ ადამიანები, იმიტომ რომ სხვადასხვა ეთნოსში და დაჯგუფებებში
განვითარებაში სახელწოდება სხვადასხვა. Menstruatsიული ფუნქცია ალბათ ის ოპტიმალურია, რომელიც სამედიცინო კუთხიდანაც დაგანახებს პრობლემას და ნუ ესეთი ნორმალური სახელწოდება, ასე ვთქვათ. ქართულად კიდევ სხვა სახელწოდებაც ქვია თვიური, რომელიც მართალი გითხრათ პირადად მე ძალიან არ მომწონს, თუმცა მისი რუსული შესატყვისი გაცილებით უკეთესად ჟღერს და ხშირად გამოიყენება ხოლმე. თუმცა ქალთა წესი არსებობს. ქალთა წესიც არსებობს, გასაგებია და კიდევ უამრავი ადამიანს რა დამოკიდებულება აქვს და იმ კონკრეტულ ჯგუფს ადამიანების, იმიტომ რომ ხანდახან ისეთ რაღაცას გეტყვიან, რომ შენც გაოცდები, ანუ წითელი სტუმრები, ცუდად როცა გავხდი, იმიტომ რომ ასოცირდება სრულიად ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთან და ნუ ეს თემა ძალიან შორს წაგვიყვანს. ფაქტია, რომ ეს არის რაღაცა ქალურობის, ქალის ფუნქციონალური სრულყოფილების ნიშანი, ასე აღიქმება ის სამედიცინო კუთხითაც, ასე აღიქმება ქალების მხრიდანაც და იმდენად, როდესაც ის ხდება ხანდახან პრობლემა, სერიოზული ჯანმრთელობის და ვთქვათ, სამკურნალო ღონისძიებები მიმართულია იქითკენ, რომ არ კონდეს ეს პრობლემა და ეს ასოცირდება, ვთქვათ, ამენორიასთან, რომლის მიღწევა გსურს, იმიტომ რომ სიტუაცია მოითხოვს ამას, ქალების უმრავლესობა, ვინც დატანჯულია ასეთი სიტუაციით, კატეგორიულ უარზეა არსობრივად, რომ არ კონდეს menstruatsiya, იმიტომ რომ ეს მისთვის ასოცირდება ასაკთან, ფიზიოლოგიასთან, ქალურობასთან. თუმცა ძველად, როდესაც ქალი აჩენდა იმდენს, რამდენსაც, თქვათ, მისცემდა ღმერთი, ანუ 9 თვე menstruatsiya არ იყო, შემდეგ ლაქტაციის პერიოდში აჭვევდა და menstruatsiya არ იყო, მერე ისევ ორსულდებოდა და ასე შემდეგ, საკმაოდ დიდი ნაწილი რეპროდუქციული ეტაპისა მისი menstruatsiyის გარეშე მიდიოდა. ასე რომ პრინციპში ასეც არის ჩაფიქრებული. ქალის ორგანიზმი რეალურად ადაპტაციასაც განიცდის სწორედ ასეთი პაუზებით იმ მდგომარეობასთან, როდესაც ციკლი საერთოდ არ არსებობს. რა თქმა უნდა. მაგრამ მე მინდა ხაზგასმით თქვა ყველა მაყურებლისათვის, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება გეჩვენებათ, რომ ჩვენ ქალების შესახებ და ქალების პრობლემებზე, ქალებისთვის საჭიროებო საკითხზე საუბრობთ, ძალიან დიდი ყურადღებით მინდა, რომ დღევანდელი გადაცემა მამაკაცმა მაყურებლებმა მოისმინოთ, ასაკის მიუხედავად თუ რატომ ამას გადაცემის მსვლელობისას მიხვდებით. ჩვენ უნდა დაუბრუნეთ თემას. თქვენ ბრძანეთ, რომ ეს ფიზიოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგრამ როდის ვამბობთ, რომ არის დარღვევა? ანუ რა იგულისხმება, როდესაც თქვენი სპეციალობის ექიმი პაციენტს ეუბნება, რომ დიახ, ეს დარღვევაა. რა კომპონენტები უნდა იყოს, რომ menstruatsiyis ინიციაცია, ანუ დაწყება უკავშირდება პუბერტატულ პერიოდს. მისი ერთ-ერთი ეტაპია და პირველ menstruatsias ქვია მენარხე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მანამდე ამის სრულყოფილებისთვის და რეგულაციისთვის წლები არ იღწვის, ანუ ეს გაცილებით ადრე იწყება, რომ ეს შედგეს და განვითარდეს შემდგომ. ანუ ახალშობილობაში ბავშვობის ეტაპზე ქალს menstruatsiya არ აქვს და პუბერტატი არის ის, საიდანაც ეს ყველაფერი იწყება. რა თქმა უნდა, რადგან ეს არის დასაწყისი, ის ყოველთვის ისე ლაღად და რეგულარულად არ მიდის და ამიტომ მისი დაწყებიდან წელიწად ნახევარი, 2 წელიც კი ითვლება, რომ სხვადასხვა სახის დარღვევა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მხედველობაში მაქვს სისხლძენა და ასე შემდეგ, არ არის მაინდამაინც საგანგაშო, რომ ადამიანმა ამაზე არ ანუ არ უნდა შეგვეშინდეს. არ უნდა შეგვეშინდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ადამიანმა თუ რაიმე პრობლემა აქვს და ხვდება, რომ რაღაც ისე არ მიდის, არ მივიდეს ექიმთან, მეთვალყურეობა არ გაუწიოს ამ თავის პროცესს, რომ შემდგომ ჩამოყალიბდეს და განვითარდეს ნორმალურად. საკუთრივ რეპროდუქციულ ასაკში menstruatsiyული ფუნქციის არსებობა ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ერთ-ერთი მახასიათებელია და რა თქმა უნდა, ინვოლუციის პერიოდი, ანუ ეგრეთ წოდებული მენოპაუზა, ბოლო menstruatsiya, რომელიც რეტროსპექტულად გინდგება ბოლო menstruatsiyული გამონადენიდან 1 წლის შემდეგ, ესეც ეტაპობრივია. თქვენ როგორც გიყვართ მესამე პერიოდში დგება და აქამდე სხვადასხვა ეტაპზე კიდევ საკუთრივ რეპროდუქციულ ასაკში სხვადასხვანაირად გამოიყურება. მისი მახასიათებლები ნორმალურის ეს არის ციკლის ხანგრძლივობა, ანუ პირველი დღიდან მომდევნო menstruatsiyis პირველ დღემდე
დღეების რაოდენობა. ის შეიძლება იყოს 21-დან 35-მდე ნორმატივად ითვლება, თუ ის გამეორებადია ამ კონკრეტული ადამიანისთვის ყოველთვიურად. მისი ერთ-ერთი მახასიათებელი არის ასევე menstruაციის ხანგრძლივობა, ისიც 2-დან 7 დღემდე ითვლება ნორმად, თუ ესეც ამ კონკრეტული ადამიანისთვის დამახასიათებელია ყოველთვიურად. მახასიათებელია menstruაციული სიზღდენის ინტენსივობა, ანუ რაოდენობა. შეიძლება ძალიან ცუდი შედარებაა, მაგრამ დაახლოებით 80-100 მილილიტრი არის პრინციპში ნახევარი ჭიქა. ადამიანებს ყოველთვის შიში აქვთ, იმიტომ რომ სისხლია ესეთი ბიოლოგიური სითხე, ერთი წვეთიც რომ მაგალითად სავსე აბაზანაში უკვე საფრთხის შემცველია. თორე რეალურად ეს არის ძალიან ცოტა სისხლდანაკარგი. თუ აღემატება 120 მილilitrს, ის უკვე ინტენსიურ სისხლდენად ითვლება და ასევე და ამას თავისი ტერმინები აქვს, მაგალითად მენორაგია და ასევე შეიძლება ჩაითვალოს გახანგრძლივებული 7 დღეზე მეტიც. მტკივნეულობა? კიდევ ერთი, აი ზუსტად მან მივდიოდი, მახასიათებელი მტკივნეულობა. მტკივნეულობა არ უნდა იყოს. ანუ ეს არის ქალისთვის ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მოვლენა. ხშირად პაციენტებმა იციან მტკივა ისე როგორც უნდა იყოს. რატომღაც არ ვიცი რა გონიათ რა უნდა ან იყოს. როგორც ოჯახის ქალბატონებს ტკივა. საერთოდ იცით როგორ ტკივილია თვითონ ძალიან სუბიექტური და ძალიან ძნელად შესაფასებელი სიმპტომი, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება ამ ტკივილით მთელი დღე დადიოდეს და არ აღიაროს და ვიღაცა შეიძლება ლოგინად ჩააგდოს, ხო, რაღაცა სიმპტომმა. მოდით ესე ვთქვათ, გარკვეული დისკომფორტები, სიგნალები პრემენსტრუაციული არსებობს, რომელიც ადამიანს ამცნობს და შეიძლება იმ კონკრეტული ადამიანისთვის ეს დისკომფორტია და რაღაც ჩარევას მოითხოვს მისი მხრიდან, მაგრამ ტკივნეული ციკლი არ უნდა იყოს და როდესაც არის, ამას სიმპტომიც ქვია: დისმენორია, ალგოდისმენორია ან მარტო ალგომენორია. ანუ ტკივილი და ის კომპონენტები, ხანგრძლივობის სქემის დარღვევა, ფიზიოლოგიური ჩვენ გულისხმობთ, როგორც ინტერვალების, დაგვიანება, გადაცემა ესე. ყველა ეს არის საყურადღებო ნიშანი. თეა გვაქვს მაყურებლის კითხვა? შეკითხვები გვაქვს კონტრაცეფციასთან დაკავშირებით, ანუ რა საკამდე უნდა დავიცვათ თავი, ვარ 59 წლის ციკლი ნორმაში მაქვს და მჭირდება თუ არა კონტრაცეფცია და ბევრი შეკითხვა ორსულობის და მშობიარობის უშუალოდ შემდეგ. როდის უნდა დავიწყოთ თავის დაცვა? სხვათა შორის კონტრაცეფციას, მოდი ეს კითხვა დავიმახსოვროთ, ორი კითხვა, ანუ ორსულობის და მშობიარობის შემდეგ კონტრაცეფცია და რა საკამდე უნდა დავიცვათ თავი. ჩვენ გვაქვს სიუჟეტი სიახლე. აი ამ სიახლის შემდეგ ჩვენ სწორედ ამ თემას განმარტავთ და მე უფრო ადვილი იქნება კითხვებზე პასუხის გაცემა. ნუტრიციოლოგები საკვების იმ სიას გვთავაზობენ, რომელიც ნაოჭების გაჩენას აფერხებს და ხელს უშლის დაბერების პროცესს. კანის სილამაზის შესანარჩუნებლად პროტეინით მდიდარი თევზი და განსაკუთრებით ორაგული ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. პროტეინი მონაწილეობს უჯრედების აღდგენაში და ხელს უშლის დაბერების პროცესს. იმისთვის, რომ ადრეულ ასაკში თავიდან აირიდოთ ნაოჭების გაჩენა, მიირთვით ლობიო და ოსპი. ლობიო და ოსპი მდიდარია ბოჭკოთი, რომელიც კანს სილამაზეს უნარჩუნებს. ორივე პროდუქტი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და აფერხებს ნაოჭების გაჩენას. ჯანმრთელობის და კანის სილამაზის შესანარჩუნებლად თქვენს რაციონში აუცილებლად ჩართეთ ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი. ზეითუნის ზეთი მდიდარია ოლეინის მჟავით, რომელიც ორგანიზმს ომეგა-3-ის ვიტამინებისა და ნუტრიენტების შეთვისებაში ეხმარება. პოლიფენოლებით მდიდარი მწვანე ჩაი ასევე რეკომენდებულია ჩართოთ კვების რაციონში. ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან ანთების გამომწვევი თავისუფალი რადიკალების გამოდევნას. და ბოლოს იმისთვის, რომ დიდხანს შეინარჩუნოთ სილამაზე, მიირთვით ანტიოქსიდანტებით მდიდარი მოცვი, რომელიც ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა. მოცვი აუმჯობესებს მეხსიერებას და ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს.
როდესაც ჩვენ საუბრობთ ბუნებრივ ციკლზე, ასევე დაგვირდით, გადაცემის სათაურშივე მითითებულია, რომ ჩვენ ვისაუბრებთ კონტრაცეფციაზე, ანუ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე. ახლავე მინდა განმარტო, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე ჩვენ ვსაუბრობთ არა იმიტომ, რომ ჩასახვის წინააღმდეგები ვართ და ერის გამრავლების წინააღმდეგები ვართ, არა. ჩვენ აბორტის წინააღმდეგები ვართ და სწორედ ამიტომ გონივრულად გამოყენებული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ აბორტი ავიცილოთ თავიდან. და ჩვენ გვაქვს მოდელირებული სიტუაცია, წარმოვიდგინოთ ფიზიოლოგიურად როგორ ხდება დროში იმ ციკლის გადანაწილება, რაზედაც ქალბატონი მაკა საუბრობდა. მე თქვენ დაგეთანხმებით ფრაზით, რომ კონტრაცეფცია არის არაშობადობის ალტერნატივა, არამედ აბორტის ალტერნატივა. კიდევ ერთხელ იმ 1000-თაგან, რომელიც არაერთხელ გაგვიჟღერებია, იმათთვის, ვისაც კონტრაცეფცია რაღაცა მავნებლობა გონია ქალისთვის. ეს რა საინტერესო მოდელი შეგიქმნიათ? პირობითად ეს ორი თვე ავიღეთ ქალბატონო მაკა, იმიტომ რომ მაყურებელმა კარგად წარმოიდგინოს და რაც თავია უფრო ადვილად გასაგები იყოს, რას გულისხმობს ყველაზე მარტივი ერთი შეხედვით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის გააზრებაში ბიოლოგიური კონტრაცეფციის მეთოდი. აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ ეს ერთის თვალსაზრისით ერთის მხრივ ყველაზე თითქოს მარტივია, მაგრამ თლათ ასე არ არის საქმე, იმიტომ რომ ის რომ კალენდრის მიხედვით მეზობელი გასწავლის, როგორ უნდა დაიცვა თავი, ეს არასწორია, იმიტომ რომ ის არის იმის ციკლი, თუ ისიც იმას სწორად იცის. ამიტომ ყველა ქალმა წყვილისთვის არის მნიშვნელოვანი. ყველა ქალმა თუ აპირებს, რომ ამ მეთოდს დაეყრდნოს, როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდს, ერთ-ერთ ბუნებრივ მეთოდთაგანს, კალენდარულ მეთოდს, მაშინ მას ძალიან კარგად სჭირდება თავისი მენსტრუაციული ფუნქციის, ფერტილობის, ანუ ნაყოფიერების ცოდნა იმ დღეების, როდესაც თუ სურვილი აქვს უნდა ჩაისახოს და თუ სურვილი არ აქვს, უნდა დაიცვას ან თავი შეიკავოს ამ დღეებში. მოდით პირობითად წარმოვიდგინოთ კლასიკურად 28 დღიანი ციკლი. ხო, ახლა აქ მინდა დავძინო აუცილებელი ფაქტორი, რომ ვინც აპირებს, რომ ამ მეთოდით იხემძღვანელობს, მას აუცილებლად უნდა კონდეს რეგულარული მენსტრუაციული ფუნქცია, იმიტომ რომ არარეგულარული და დარღვეული ციკლის პირობებში უბრალოდ ვერ გამოიყენებს ამ მეთოდს და ვთქვათ, ასეთი კანონზომიერება არ იქნება, რასაკვირველია. კიდევ დავძენ, რომ ზუსტად 28 დღიანი შეიძლება არ იყოს, ეხლა ეს შეიძლება კლასიკა, მთვარის ციკლი, ქალი და ასე შემდეგ, მაგრამ შეიძლება იყოს ციკლი, როგორც ჩვენ უკვე ვთქვით, 21 დღიანი, 26 დღიანი, 29 დღიანი. ამ კონკრეტული მეთოდისთვის ქალს მოუწევს ბოლო 6 თვის განმავლობაში დაითვალოს თავისი ყველაზე ხანმოკლე ციკლი, ყველაზე ხანგრძლივი ციკლი და სპეციალური მუდმივები. ხანგრძლივს აკლდება მინიმალური მუდმივა 11 და ხანმოკლეს აკლდება 18 და მიღებული ინტერვალი ზოგჯერ ის ძალიან გრძელია, მაგრამ მაინც დასაცავია თუ არ სურს ქალს დაორსულება და გასააქტიურებელია თუ სურს დაორსულება. ეხლა ეს არც ისე მარტივია, ამიტომ ჩვენ რაღაცა მოდელირება გავაკეთოთ ამის და 28 დღიან ციკლზე გავაკეთოთ. აი ვთქვათ სიტყვაზე, ქალს მაგალითად 5 რიცხვში დაეწყო. 5 რიცხვში დაეწყო მენსტრუაცია, ეს იქნება პირველი დღე და კლასიკური 28 დღიანი ციკლისთვის გამოვა რომ სადღაცა 2-ში შემდეგი თვის 2-ში უნდა მოუვიდეს მენსტრუაცია. მოდით გავყვეთ წითელი ნიშნულით გავაკეთოთ ჯერ. რატომ ნიშნავთ წითლად? სქესობრივი ცხოვრების თვალსაზრისით. არა, ეს შუქნიშნის ისინი არის მართალია, მაგრამ ეს არის მენსტრუაციის დღეები, რაღაცა წითელი სიმბოლურია მენსტრუაციისთვის. სხვათა შორის არსებობენ წყვილები, რომლებიც ციკლის დროს სქესობრივად აქტიურები არიან. ეხლა ეს ერთის მხრივ არც აკრძალულია და რაც აკრძალული არ არის, თითქოს მიღებულია, ხო? თუმცა სამედიცინო თვალსაზრისით აქვს ამას გარკვეული რისკები. ჯერ ესეთი გიგიენური თვალსაზრისით და მეორე ზოგიერთი დაავადების ინიციაციურ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომ სასურველი არ არის. მენსტრუაციის დროს სქესობრივი ცხოვრება. მოდით რამდენი დღე მოვნიშნოთ ასე ციფრად? მოვნიშნოთ 5 დღე ვთქვათ, როგორც არის კლასიკურად, ხო? მენსტრუაციის დღე. ხო. თუ 28 დღიანი ციკლი გვაქვს, როგორც იმ პრინციპით გაანგარიშების, ორივე მუდმივა აკლდება 28-ს, ხო? 11-იც და 18-იც. ესე იგი, მივიღეთ ინტერვალი, რომ ციკლის მე-7 დღიდან მე-17-მდე არის აქტიური პერიოდი და რადგან ჩვენ შუქნიშნის ფერები გვაქვს, მოდით მოვნიშნოთ ყვითლით, ხო? დიახ. ესე იგი 2, 3, 4, 5, 6 და 7, აი 11-დან უკვე. დიახ. მოვნიშნოთ ყვითლით.
ანუ ეს ის დღეებია, 7, როდესაც 8, გვმართებთ სიფრთხილე, 9. რატომ გვმართებთ სიფრთხილე? მოდით. სიფრთხილე იმიტომ რომ ახლა აქაც დავძენ რას ეფუძნება ეს ქალს ყოველთვის აქვს ოვულაცია სანამ თქვენ ყვითლით ხართ დაკავებული ხო? რამდენი დღე მოვნიშნავ? 10, იმიტომ რომ 7-დან მე-17 დღემდე. ოვულაცია ყოველთვის არის ქალის ორგანიზმში, მაგრამ არის სხვადასხვა დღეს. და პრაქტიკულად ეს ინტერვალი მოიცავს იმ ოვულაციის პერიოდს. თორე პრინციპში იმ გაგებით რომ კვერცხუჯრედი 24 საათი ცხოვრობს ოვულაციის შემდეგ, თითქოს 1 დღეა ხო აქტიური. მაგრამ სამაგეროთ სპერმატოზოიდი, ანუ მამაკაცის სასქესო უჯრედი 3 დღე, ზოგ შემთხვევებში უფრო მეტიც, ძალიან კარგად გრძნობს ქალს თავის ორგანიზმში. ანუ სიცოცხლის უნარიანია და მანამდეც შესწევს, რომ დაელოდოს ბჭყალებში, რო ვთქვათ, ოვულაციას და განახორციელოს განაყოფიერება. სწორედ მოვნიშნე ქალბატონო მაგამე. 10 დღე მოვნიშნე. 10 დღე მოვნიშნეთ. ანუ ეს არის ის ინტერვალი, რომელიც მოიცავს ოვულაციას და განაყოფიერებისთვის საშიშ პერიოდს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს 10 დღე თანაბრად საშიში შეიძლება არ არის, მაგრამ ასეთი მარტივი კალკულაციური მეთოდისთვის ეს აუცილებელი დასაცავად. ანუ ყველაზე ადვილი არის ამ პერიოდში დაფეხმძიმება. ყველაზე მეტი შანსი, მეტი ალბათობა დაფეხმძიმების არის ამ პერიოდში. ამიტომ ვისაც ეს სურს გაითვალისწინოს, ამიტომ იქ შუქნიშანი ყვითელი იქნება მხოლოდ ესეთი პოზიტივი და დადებითი ამ კონკრეტული ადამიანისთვის და ვისაც არ სურს ეს დღეები არის საფრთხილო, იმიტომ რომ არ დაორსულდეს. ჩვენ დაგვჭირდა ერთი უსაფრთხო დღე. ერთი უსაფრთხო დღე, ანუ მწვანე შუქი. და შემდეგ უკვე შეგვიძლია გავაგრძელოთ მენსტრუაციამდე, ერთი არ გამოგჩა, შემდეგ მენსტრუაციამდე ყველა დღე იქნება მწვანე თუ ამ მწვანე გვეყოფა. მე იმედი მაქვს რომ გვეყოფა. დიახ. ანუ ჩვენ პირობითად ავიღეთ 2 რიცხვი ხომ ასია? ანუ 2-მდე ეს ამას ქვია ფერტილობაზე დაფუძნებული მეთოდი და ამ მეთოდის ერთ-ერთ უპირატესობად მიიჩნევა ის, რომ ადამიანმა იცის თავის რეპროდუქციული ფუნქციის შესახებ ცოდნა აქვს. ამისთვის აუცილებელია ამის ცოდნა, აღნიშვნა, ჩანაწერი და სხვათა შორის ეს ერთგვარი კულტურაც კი არის. თავის სხეულთან დამოკიდებული ესე მე ვფიქრობ რომ ძალიან თვალსაჩინოა ჩვენი ეს კალენდარი. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, წითლად ჩვენ მოვნიშნეთ ეგრეთ წოდებული მენსტრუაციის დღეები, ანუ ციკლის მსვლელობის პერიოდი. შემდეგ ციკლის ჩათავებიდან პირველი დღე მოვნიშნეთ უსაფრთხოდ. უსაფრთხოდ იგულისხმება იმ ადამიანებისათვის, ვისაც არ სურს ფეხმძიმობა დადგეს და ყვითლად მონიშნულია ყველა ის დღე, რომელიც გულისხმობს მაქსიმალურ ალბათობას განაყოფიერების. ანუ ყველაზე ადვილია ამ პერიოდში დაფეხმძიმება. ანუ ეს იმ ამოცანების შესაბამისად უნდა გაითვალისწინოს. დავძინოთ რომ ეს არის 28 დღიანი ციკლისთვის და თუ ვინმეს ვთქვათ განსხვავებული აქვს რაიმე, იმან თავისთვის უნდა იანგარიშოს. ხან მოკლე ციკლს აკლდება 18, ხან გრძლივ ციკლს აკლდება 11. რამდენად ეფექტურია კონტრაცეფციის ეს მეთოდი და მოდით გავაგრძელოთ. ჩვენ ვისაუბრეთ, შეგვიძლია დაბრძანდეთ ქალბატონო მაგა. როდესაც ჩვენ საუბრობდით კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდზე, თქვენ ახსენეთ, რომ ბუნებრივი მეთოდებიდან ეს ერთ-ერთია. კიდევ რა მეთოდები არსებობს? იცით რა, მარი, ამ მეთოდზე ბევრი რამ არის დამყარებული. აი ზოგიერთი მოდიფიკაციებია ისეთი, რომ შედარებით, აი ვთქვათ, ისეთ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, ვისაც შეიძლება სიტყვაზე წერა-კითხვაც კი უჭირს და ჩანაწერების გაკეთება, სპეციალური მძივებიც კია შემოღებული. სამწუხაროდ არ წამომიღია, კარგი იქნებოდა რომ წამომეღო და მეჩვენებინა. მძივები არის ყავისფერი და მუქი წითელი, ანუ ის პრინციპი, რაც ჩვენ ახლა დემონსტრირება, რასაც გაუკეთეთ, მძივი სახით არის. და ის დღეები, რომლებიც ჩვენ ყვითლად მოვნიშნეთ, ფოსფორირებული მძივია, რომელიც სიბნელეში ანათებს. ანუ მანათობელი ნიშანი, ნიშნულთან ეს არის სიგნალები, ხო, ну იმ კატეგორიის ადამიანისთვის, ვისთვისაც შეიძლება პრობლემა აქვს, თქვათ ესეთი აღნიშვნები და ანგარიში. ვუპასუხოთ მაყურებელს და შემდეგ თიამ რა კითხვებიც აგვიკითხა, იმ კითხვებს ვუპასუხოთ. დილამშვიდობისა გისმენთ? დილამშვიდობის ქალბატონო მარი, მოგესალმებით თქვენს და თქვენ სტუმრებს, თქვენ სტუდიას. შეკითხვა მაქვს ასეთი ქალბატონთან. სპირალთან დაკავშირებით. კი ბატონო. თუ
15 წელია ქალიშვილი ხმარობს პირას ჩვეულებრივი აფთიაქში შენაძენი და როგორ შეიძლება ეს მაინც უცხო სხეულია ორგანიზმი შევცვალოთ თუ ოქროსი გავაკეთოთ თუ ძალიან გთხოვთ რა მოკლედ პირანთან დაკავშირებით რო გვიპასუხოს ექიმმა. კი ბატონო, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. რა მეთოდია კონტრაცეფციის რა მეთოდია? ისე ცოტა შორიდან დავიწყებ ესეთი სწრაფი ჩამონათვალით, რომ ბუნებრივი მეთოდები, ესე იგი, როდესაც არაფრის გამოყენება არ ხდება და უბრალოდ menstruatsiul ციკლზეა ორიენტირებული, ეს იქნება ცერვიკალური ინდექსი, ცერვიკალური ლორწოს, ის კალენდარული მეთოდი, რომელიც ჩვენ ვთქვით, სხვათა შორის შეწყვეტილი სქესობრივი აქტიც, რომელიც საქართველოში ძალიან ფართოდ არის გამოყენებული, ესეც მეთოდად ითვლება. პაციენტებს ძალიან დელიკატურად მეაჩნიათ და სულ ცხენიათ ხოლმე ამაზე საუბარი, თუმცა ბევრი იყენებს საქართველოში ამ მეთოდს. არსებობს ბარიერული მეთოდები, მექანიკური ბარიერით, ყველასთვის კარგად ცნობილი კონდომით და ქიმიური ბარიერები, არსებობს ჰორმონული მეთოდები, სხვადასხვა შემადგენლობით, არსებობს საშვილოსნო შიგა საშუალებები, აი სპირალი, რომელიც ქალბატონს კითხვა ჰქონდა და ამაზე ჩვენ განვავრცობთ, არსებობს ქირურგიული მეთოდი და არსებობს კიდევ ერთი ბუნებრივი მეთოდებთან მოსაზღვრე ლაქტაციური ამენორეის მეთოდი, ძალიან ესთეტიური და ისიც ყველა ეთნოში და ყველა კულტურაში რომ მიღებულია და არის. ხა რაც შეეხება სპირალებს, სპირალი კლასიკური, დღეს მიღებული, ფართოდ მოხმარებადი, სხვადასხვანაირი არსებობს, მაგრამ ჩვენ სივრცეში ეს არის სპილენძის შემცველი სპირალი და არის კიდევ ის უფრო მეტად სამკურნალო კონტექსტში გამოიყენება ჰორმონშემცველი სპირალი. რადგან ქალბატონს, როგორც აღნიშნა, 15 წელია მისი შვილი მოიხმარს ამას, ეს უფრო უნდა კლასიკური სპილენძის შემცველი სპირალია. სპირალიც ისეთი ხალხური სახელწოდება, მას ქვია საშვილოსნო შიგა საშუალება. კონტრაცეფციული. მე ახლა საქმის კურსში არა ვარ. ეს ქალბატონი, ვთქვათ, 15 წელი მეთოდს მოიხმარს და სპირალს ცვლის გზადაგზა თუ ერთა იგივე სპირალზე არის ლაპარაკი, იმიტომ რომ მისი მოხმარების მაქსიმალური ვადა არის 10-12 წელი და თუ მას სურს ამ მეთოდის გაგრძელება, მას შეუძლია, ვთქვათ, ერთი მეორეთი შეცვალოს და შემდეგი 10 წელი გააგრძელოს სხვა. ვისთვის არ შეიძლება სპირალის გამოყენება? სპირალი, როგორც შეზღუდვები ჰორმონულ საშუალებებს აქვს, სპირალს ასეთი შეზღუდვები არ აქვს, იმას სხვა თავისი წილი შეზღუდვები აქვს. ეს არის პირველ რიგში ინფექციის დროს არ შეიძლება, რომ რადგან ინვაზიური მეთოდია მისი ჩადგმა, გარედან შიგნით რაიმე ინფექცია არ იყოს შეტანილი. ეს არის პირველ რიგში თქვათ რაღაცა სტრუქტურული ცვლილებები საშვილოსნო ზღვრში, რომელიც შეიძლება ფიბროიდებმაც გამოიწვიოს, ანომალიამ გამოიწვიოს, ანუ ღრუ იყოს, არასრულფასოვანი და მასში ვთქვათ უცხო სხეულის ჩადგმაც შესაბამისად არ იქნება სწორი. როდესაც მეტალზე გაამახვილა ქალბატონმა ყურადღება, აქვს ამას ნიშნულობა რა თქმა უნდა, ეხლა ის კატეგორია, ვინცაც ვთქვათ ალერგიულობა აქვს სპილენძის მიმართ, ანუ ეს უკვე იცის ვთქვათ რაღაცა სამკაულს ხმარობდა ანუ სხვა გამოცდილებით მისთვისაც ალბათ და შეიძლება რაღაცა კატეგორიას პოლიეთილენზეც კი აქვს ალერგია, ალერგიულობა ყველაფერზე შესაძლებელია, მაშინ ისიც ვერ გამოიყენებს, იმიტომ რომ ეს არის პოლიეთილენის და სპილენძის ნაზავი. რამდენი ხანი ხშირად ნერვიულობენ ხოლმე ამაზე, რომ 10 და 12 წელი როგორ უნდა ედგეს. თუ ორგანიზმმა მიიღო, თუ ის თავის ფუნქციას ასრულებს, თუ არანაირი დამატებითი სიმპტომი, ისეთი რომელიც ჩარევას მოითხოვს, არ არის საჭირო, ვფიქრობ, რომ არანაირი ხიფათი ამ სიტუაციას არ ელის. რაც შეეხება თეას კითხვას, მოდით დაუბრუნდეთ ახალ კითხვას. მოკლედ ვუპასუხოთ, იმიტომ რომ დრო ეფექტურად გამოვიდა. რამდენადაც მახსოვს ლაპარაკი იყო რა ეტაპამდე ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ და რამდენი ხანია საჭირო, ხო, რა ასაკამდე. თუ ჩავთვლით, რომ რეპროდუქციული ასაკი გრძელდება 15-დან 59 წლამდე, როცა შესაძლებელია ჩასახვა და თუ სურვილია, რომ ეს არ მოხდეს, ანუ არასასურველი ორსულობისთვის, სადამდეც ეს ფუნქცია არსებობს, მანამდე კონტრაცეფცია საჭიროა, მაგრამ ყოველთვის ყველანაირი მეთოდი არ და ვერ არსებობს ძალიან ახალგაზრდა ასაკი, როდესაც რაღაცა სიტუაციებია მოხდებული. მაგალითად, შეძლებით პრინციპში ყველაფერი შეიძლება, მაგრამ პროლონგირებული, ხანგრძლივი მეთოდები, ისევე თუნდაც საშვილოსნო შიგა საშუალება, რომელიც არ არის ერთჯერადი და წლებს მოიცავს, ეხლა ვთქვათ, არანამშობიარებ ქალებში შეიძლება არ იყოს სასურველი არჩევანი. მაგალითად, ისეთი საინექციო საშუალება, რომელიც 3 თვეს მოიცავს.
ისეთი იმპლანტები, რომელიც 1-3-5 წელს მოიცავს. მხედველობაში მაქვს, რომ შეიძლება ამ ხნის მანძილზე ადამიანს მოუნდეს, რომ რეპროდუქციული გეგმები დაგეგმოს და თქვა, არ იყოს სწორი არჩევანი, ხო? თუმცა სპირალის ამოღებას არაფერი არ უნდა, როდესაც გეგმა გაქვს, რომ წავრსულდე. და უფრო ალბათ გასათვალისწინებელია გვიანი რეპროდუქციული ასაკი, როდესაც ყველაფერი არ შეიძლება. აი ეს ეხება ძირითადად ჰორმონულ საშუალებებს, განსაკუთრებით ესტროგენ შემცველ საშუალებებს, რომელსაც ვცდილობთ ხოლმე, რომ 35 წლის ზევით არ მოვიხმაროთ, თუ რაიმე განსაკუთრებული ჩვენება და სიტუაცია არ არის კონკრეტული. და ორსულობის და მშობიარობის შემდეგ კითხვა იყო ასე. კარგი კითხვა იყო. ორსულობის შემდეგ, იქ სადაც ძუძუთი კვება არსებობს, ქალმა აუცილებლად ეს ძალიან კარგი მეთოდი, რომელიც ქალისთვისაც და ბავშვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა გამოიყენოს ასევე კიდევ ერთი კურდღლის პრინციპით, როგორც კონტრაცეფცია. აქ საჭიროა 3 კრიტერიუმის დაცვა. ბავშვი უნდა იყოს 6 თვემდე ასაკის, ეს არ ნიშნავს, რომ ძუძუთი კვება მე არ გააგრძელოს თუ ჭირდება, უბრალოდ კონტრაცეფციად გამოყენება 6 თვემდე ასაკის. ბუნებრივი კონტრაცეპტივა. დიახ, მხოლოდ ძუძუთი კვება უნდა იყოს და არავითარი სხვა დამატება, შერეული საკვები და 6 თვის მერე როგორც წესი შერევა ხდება ხოლმე გარკვეული და არ უნდა იყოს აღმდგარი menstruatsიული ფუნქცია. ანუ ამენორეა უნდა იყოს შენარჩუნებული. თუ რომელიმე კომპონენტი გამოვარდა, ასე ვთქვათ, იქ ალბათ კონტრაცეფცია აღარ არის, თორე მეთოდი თავისთავად საუკეთესოა. დიახ. და სხვა საშუალებების ჩართვა ახალნაშობიარებ ქალზე რამდენად გონიბნებულია? ძუძუთი კვების დროს, როცა ის კონტრაცეფციის ეფექტით არ არის დაჯილდოვებული, ანუ სხვა კრიტერიუმებს ვერ იცავს, შეიძლება სუფთა პროგესტინული, ანუ პროგესტერონის ტიპის შემცველობით ჰორმონული საშუალებები, რომლებიც არ აისახება ძუძუთი კვებაზე, არც რძის რაოდენობაზე, არც ვთქვათ ბავშვის ჯანმრთელობაზე, შეიძლება საშვილოსნოში გასაშუალება თუ აკმაყოფილებს ვთქვათ ინფექციასთან დაკავშირებულ იმ პირობებს, რაზეც უკვე ვთქვით. შეიძლება ბარიერული მეთოდები ნებისმიერი ძუძუთი კვების დროს, იმიტომ რომ არაფერ კავშირში არ არის, მათ შორის თუ ციკლი აღდგა თავის რეგულარულობით, შეუძლია კალენდარული მეთოდიც გამოიყენოს. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი სიახლის ბლოკი და შემდეგ აბორტის შემდგომ დამავიწყე. აბორტის შემდგომ პრაქტიკულად ყველა მეთოდი თავისი წილი ჩვენება უკუჩვენებით. დიახ, ანუ აბორტის მერე მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მაქსიმალური სიფრთხილით, იმიტომ რომ ის რომ აბორტი გაიკეთა, არ ნიშნავს, რომ შემდეგ ციკლში შეიძლება არ დაორსულდეს. დიახ, ახლა გვაქვს სიახლის ბლოკი და შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს. კანზასის უნივერსიტეტის დიეტოლოგი ბეთანი დგეტი შეზღუდული კვების 2 მოდელს გვთავაზობს. პირველი მოდელი 12-დან 14 საათიან შეზღუდულ კვებას გულისხმობს. შეზღუდული კვების ეს მოდელი გულისხმობს საღამოს 7-დან დილის 9 საათამდე ჭამისგან თავის შეკავებას. ეს მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს, ამბობს პროფესორი დგეტი. კვირაში 5 დღის განმავლობაში მიირთვით ის, რაც გსურთ, მხოლოდ 2 დღე შეზღუდეთ. ასეთია კვების მეორე მოდელი, რომელსაც პროფესორი გვთავაზობს. განტვირთვის დღეებში დალიეთ, რაც შეიძლება მეტი წყალი, მიირთვით მწვანე ჩაი და დაბალკალორიული საკვები. კვების ასეთი მოდელი დაგეხმარებათ როგორც წონის კორექციაში, ასევე განწყობის გაუმჯობესებაშიც. ვაგრძელებთ რასაკვირველია საუბარს და მე ვარ კვების ზონაში ვალაგებ პროდუქტებს. ვალაგებ იმისათვის, რომ შეგახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქალის ორგანიზმისათვის, განსაკუთრებით ფიზიოლოგიური ციკლის პირობებში კვების რაციონის დაცვა. ქალბატონი მაკა დამეთანხმება ძალიან ბევრ ქალბატონს მენსტრუაციის წინა პერიოდში, მენსტრუაციის დღეებში და შემდგომაც აქვს სხვადასხვა შეგრძნება. მაშინაც კი, როდესაც არ აქვს ტკივილი ან რაიმე მკვეთრად გამოხატული ჩივილი. ამ დროს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები გულისხმობს აუცილებელი ნივთიერებით თავისებურ შევსებას, რა გვაქვს მხედველობაში. სწორედ იმ ჰორმონული მდგომარეობიდან გამომდინარე, კვლევებით დადასტურდა, რომ განსაკუთრებული მოთხოვნილება ამ პერიოდში აქვს ისეთ ელემენტებზე, როგორიც არის რკინა, კალციუმი და მაგნიუმი. სრულიად გასაგები მიზეზების გარდა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ქალის ორგანიზმის მოთხოვნილება E ვიტამინზე და D ვიტამინზე. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შევავსოთ? რა თქმა უნდა, თუ თქვენ მოხვდით რეპროდუქტოლოგთან და დადგინდა, რომ ასეთი დეფიციტი არის და უნდა შეივსოს,
ცხადია, ასეთი დეფიციტის შესება ხდება მედიკამენტებით, მაგრამ პროფილაქტიკურად ეს შეიძლება გავაკეთოთ სხვადასხვა სახის საკვებით. მაგალითად, სწორედ ციკლის წინა პერიოდში, ციკლის დღეებში, იმისათვის რომ ამგვარი შესება ქონდეს ქალბატონს, ძალიან კარგი წყარო E ვიტამინის და D ვიტამინის გახლავთ რძის ნაწარმი. უნდა ასევე გაგახსენოთ, რომ E ვიტამინი არის სხვადასხვა სახის მცენარეულ ზეთში. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ის არის, თქვათ, ბამბის ზეთში, სიმინდის ზეთში. გამოიყენეთ აუცილებლად ანტიოქსიდანტური სტატუსის თვალსაზრისით საინტერესოა ყურძნის წიბწების ზეთი, გოგრის ზეთი, კაკლის ზეთი. ყველა ეს კომპონენტი შეიძლება ნატურალურ ნებისმიერ კომბინაციას ბოსტნეული სეზონური მცენარეების მოასხათ უკვე გამზადებულს. აგრეთვე შეგახსენებთ, რომ E ვიტამინი არის პარკოსნებშიც და სწორად გამოყენების შემთხვევაში ქალბატონი ბეჯგუფის ვიტამინებსაც იღებს, მცენარეულ ცილასაც იღებს და ცხადია იღებს იმ ვიტამინებს, რომელზედაც მე უკვე მოგახსენეთ. აგრეთვე უნდა გავითვალისწინოთ კვერცხის როლი სწორედ ამ დღეებში, იმიტომ რომ ის არა მარტო E ვიტამინის წყაროდ შეიძლება გამოიყენოთ, რაც თვარია გამოვიყენოთ D ვიტამინის, A ვიტამინის წყაროდ და ადვილად შეთვისებადი ცილების წყაროდაც, ცხადია ცხიმოვანი კომპონენტის ცანხლებით. კარგი პროდუქტია ასეთ შემთხვევაში თევზი. რატომ? ის მდიდარია თევზის ქონი ძალიან მდიდარია, ცხადია D ვიტამინით, მდიდარია აგრეთვე ფოსფორით, ფტორით, იოდით, რაც გარკვეული ჯგუფის ქალბატონებს ძალიან ჭირდებათ, ადვილად შეთვისებადი ცილით და რაც თვარია ომეგა-3-ით, ომეგა-6 და ომეგა-9 ცხიმოვან მჟავებთან ერთად, რაც ქალის ზოგად მდგომარეობას გააუმჯობესებს. მე მინდა გითხრათ, რომ რკინის საუკეთესო წყარო არის ცხადია ხორცი, ღვიძლი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, მაგრამ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებიდან არ დაგავიწყდეთ. ისეთი პროდუქტები, როგორიც არის მაგალითად ისპანახი, საქართველოში ძალიან უყვართ ეს პროდუქტი და კარგი პროდუქტი გახლავთ, ზეთში მომზადებული, ნიგზით მომზადებული. მცენარეებიდან ანუ მცენარეული წყაროებიდან მინდა გაგახსენოთ, რომ ამ სეზონზე რკინით ძალიან მდიდარი გახლავთ ატამი, ძალიან მდიდარია გარგარი, ქლიავი, ძალიან მდიდარი წყაროა, რკინა შედის აგრეთვე სოკოში, ნესვში, ასე რომ გამოიყენეთ ყველა ეს პროდუქტი და კიდევ ერთი კომპონენტი მინდა გითხრათ, ქალბატონებისათვის მნიშვნელოვანია ასეთ დროს ზოგიერთი დამხმარე საშუალება სამწუხაროდ ხშირად იყენებენ ხოლმე მაგალითად ნოშპას იმისათვის რომ თითქოს შვება იგრძნონ ამ დროს თქვენ შეიძლება ისედაც მიდრეკილება წნევის დაქვეითებისაკენ კიდევ უფრო გააღრმავთ და უსიამოვნო შეგრძნებები გქონდეთ ამიტომ ასეთ დროს ქალი დანაკარგს ავსებს წყლითაც და აგრეთვე გაითვალისწინეთ რომ არ შეიძლება ყავის გამოყენება ინტენსიურად ძალიან დიდი რაოდენობით ბევრი ქალბატონი ყავას და შოკოლადს ეძალება ხოლმე იმიტომ რომ სისუსტეს გრძნობს მაგრამ სინამდვილეში იმის გამო რომ წნევა იმატებს შეიძლება სისხლდენა გააძლიეროს ანუ ეპიზოდი ქონდეს უსიამოვნო შეგრძნების ქალბატონს აი ეს არის ის ძირითადი კომპონენტები რაც მე მინდოდა ამ მიმართულებით მეთქვა ქალბატონმა თქვენ ხომ არაფერი გნებავთ დავამატოთ პრინციპში თქვენ ისე ამომწურავად და საინტერესოდ მოყევით ეს ყველაფერი რომ სასიამოვნოდ ჩავფიქრდი, უბრალოდ ტკბილის მოთხოვნა კიდე დაკავშირებულია იმასთან, რომ პრემენსტრუალურ პერიოდში სეროტონინის ცვლას გარკვეული, ასე ვთქვათ, ხარვეზები აქვს და რაც განაპირობებს დეპრესიულ მდგომარეობას, პრემენსტრუალური სინდრომის ზოგიერთ სიმპტომს იმ მრავალთაგან, რაც ქალს ხშირად აქვს ხოლმე და ტკბილზე მოთხოვნა, ამიტომ ხშირად იმწამიერად აკმაყოფილებს ამას, თორე შემდეგ სერიოზულ პრობლემებს ქმნის, ასე რომ თქვენ შესანიშნავი ალტერნატივა შემოგთავაზეთ ამ ყველაფერს. და თეას მინდა ვკითხო, შეიძლება თუ არა ფიზიკური აქტივობა ქალბატონებისთვის სწორედ ასეთ კრიტიკულ დღეებში და რამდენად სწორია დატვირთვის შეხამება. დატვირთვა შესაძლებელია, იმიტომ რომ ცნობილია მაგალითად დიდი სპორტის შემთხვევები, როდესაც რეკორდიც არის ქალბატონების მიერ დამყარებული მენსტრუალური ციკლის სრულობის პერიოდში, თუმცა ეს არის დამოკიდებული იმაზე, როგორ გრძნობს ქალბატონი თავს. თუ ქალბატონი თავს გრძნობს შეუძლოდ, გაღიზიანებულად, არ აქვს ვარჯიშის სურვილი, ჩვენ ვითვალისწინებთ ამას და გვახსოვს, რომ ყოველთვის, როდესაც თქვენ ვარჯიშობთ, თქვენ უნდა იყოთ კომფორტულ ზონაში თქვენთვის. ყველანაირი
ვარჯიში შეიძლება თუ რა არის ოქროს წესი ასეთ შემთხვევაში? ეს იმაზეა დამოკიდებული, რას გრძნობს ქალბატონი. თუ სისხლდენა არის ძალიან უხვი, ურჩევთ რომ ზოგადად დაიკლოს ინტენსივობა ვარჯიშის და განსაკუთრებით ქვედა კიდურების და მუცლის ფარის ვარჯიშს მოვერიდოთ, ტვირთთან ურთიერთობასაც მოვერიდოთ, ასევე გასათვალისწინებელია ტკივილგამაყუჩებლების მიღება, რომელსაც აქვს ტენდენცია რეაქციის შესუსტებისკენ და წნევის დაწევისკენ, ამიტომ ქვედა კიდურების ვარჯიში შეხამებული ტკივილგამაყუჩებელთან შეიძლება თქვა წნევის ვარდნის საფუძველი გახდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ თქვენ ვარჯიშობთ რაიმე ძალიან ისეთ სახეობაში, სადაც საჭიროა კონცენტრაცია და ზუსტი მოძრაობები, ძალიან საინტერესოა, რომ ქალბატონებში ირღვევა სახსრების მოძრაობის ბიომექანიკა მენსტრუაციიდან ოვულაციისკენ და ეს შეიძლება წინაჯვარდინ იოგების დაზიანების საფუძველი გახდეს, ამიტომ აუცილებელია ყველა მოვარჯიშე ქალბატონს, ოღონდ არა მენსტრუალური ციკლის პერიოდში 2 დღე კვირაში მაინც კონდეს კოორდინაციაზე ვარჯიში და განსაკუთრებულად ზუსტი ვარჯიშებისგან და დატვირთვისგან თავი შევიკავოთ. მაგალითად, თხილამურებზე დგომისგან ესეთ პერიოდში ჯობია რომ თავი შევიკავოთ. წყლის რაოდენობა უნდა იყოს ბევრი და რაც თავარია უნდა იყოს კომფორტულად. გარდა ამისა, საყურადღებოა წყალში ვარჯიშები, გაითვალისწინეთ, რომ ტამპონის გამოყენებისას აუცილებლად უნდა დაიცვათ მოხმარების წესები. და ჩვენ გვაქვს ერთი შემთხვევა, რომლის შესახებაც მოგწერა ახალგაზრდა ქალბატონმა და ჩვენ აუცილებლად უნდა უპასუხოთ. მოვისმინოთ ეს შემთხვევა და ქალბატონი მაკა აგვიხსნის რაშია საქმე. ასაკი 19 წლის, სქესი, მდედრობითი, საქმიანობა, სტუდენტი. ჩივილები, აქვს არეული ციკლი მხოლოდ ზაფხულობით, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 2 წლის მანძილზე ზაფხულის დადგომასთან ერთად იწყებს ინტენსიურ ვარჯიშს, ცურვას და ზომიერად ირუჯება. კონსულტაცია და გამოკვლევები არ ჩაუტარებია. არის ტიპიური წერილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ბევრმა ახალგაზრდა ქალბატონმა ამის შესახებ კითხა, მოგწერა და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ერთი წერილი მათ შორის თქვენთვის გაგვეცნო, იმიტომ რომ დაგვეკავშირებინა მართლაც არის სეზონი, ის ფიზიოლოგიური კომპონენტი, რომელმაც შეიძლება დაარღვიოს ციკლი და ეს ნორმაა თუ არა. ცალსახა პასუხი რომ გავცეთ, შეიძლება თუ ეს ამ ადამიანისთვის დამახასიათებელია და ნახა ყოველ ზაფხულს ეს ხდება, შეიძლება ამას დავარქვათ სეზონური, თუ შემოდგომაზე თქვათ ყველაფერი უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას. მაგრამ აი ამ თვითონ ამ შემთხვევაში რამდენიმე ვერსია შეიძლება გაიშიფროს. არეული ციკლი შეიძლება თulis ის ადამიანი, რომ 5 დღე გადაცდენაც ან 3 დღე გადაცდენა არეული ციკლია და შეიძლება ვიღაცისთვის მთელი ზაფხული რო გამოუტოვებს პერიოდს უმენსტრუაციოდ, ესეც გადაცდენაც არის და ეს არის არევა. ოლიგომენორია და ეს არის არევა. ამიტომ იმის და მიხედვით როგორია არევა, ალბათ რეაგირება და სამედიცინო შემოწმებაც და სამედიცინო მხრიდან ყურადღებაც ამ პრობლემაზე სხვადასხვანაირი იქნება. ის რომ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს, ეს საუკეთესოა, თუმცა სეზონზე ხშირად ადამიანებს ახასიათებთ ზაფხულში იცვლიან ადგილმდებარეობას და ეგრეთ წოდებული აკლიმატიზაციაც რაღაცა დისონანსი შეაქვს. ანუ ციკლი რეაგირებს აკლიმატიზაციის. ციკლი ბევრ რამეზე რეაგირებს. ანუ ციკლი არ არის მხოლოდ საშვილოსნოდან სიზღდენა, ის იმდენად სერიოზული მექანიზმებით იმართება თავის ტვინის ცენტრიდან, რომ ძალიან ბევრი ისეთი სტრესორი, რომელმაც შეიძლება ამ მექანიზმს ოდნავ მაინც გამოაგდოს ეს მექანიზმი, ვთქვათ, თავისი ჩვეული მიმდინარეობიდან შეიძლება აისახოს ციკლის დარღვევაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ეს არის მარტივი, რამდენიმე დღის გადაცდენა, თუნდაც 1 კვირის, 10 დღის და უბრუნდება შემდგომ მდგომარეობას, პრინციპში საგანგაშოდ არ მეჩვენება, მაგრამ თუ ეს არის მთელი ზაფხულის სეზონის გამოტოვება უკვე მერამდენეთ, ვთქვათ, ასოცირებული ვარჯიშთან და ასე შემდეგ, ალბათ ჯობია რომ რაღაცა ელემენტარული კვლევა რო თვითონ ეს პაციენტიც მშვიდად იყოს, რადგან ეს კითხვა გაუჩნდა, არ იქნება ურიგო. აქვე დავძენ, აი ზომიერ გარუჯვაზე უბრალოდ არ მინდა დავკარგო. ერთი ფრაზით ქალბატონო რა მაკა. თქმა უნდა. დიახ, ძანეთ. ერთი ფრაზით. გარუჯვას ესეც ტკივილის არ იყოს, სხვადასხვანაირად უყურებენ, ზომიერი რა მოხდა და ასე შემდეგ. თუ ჩავთვლით, რომ 12 საათის მერე ინფრაწითელი სხივები ერთვება, რომელიც ძალიან მავნეა, აი გარუჯვას განსაკუთრებით ზაფხულში რეკომენდაცია არათუ მარტო მენსტრუაციის დროს საერთოდ ვფიქრობ, რომ ჰიპერპლაზიურ პროცესებს, როგორც კანზე, ისე ორგანიზმის შიგნით ხელს უწყობს და ცოტა მოვერიდოთ. დავიზიაროთ ქალბატონი მაკას რჩევა, ექიმი რეპროდუქტოლოგის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორის, რომელიც დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახდათ, ნახვამდის დღესასწაულს გისურვებთ.